შემდეგ მესამე სიტყვა. მადლობა რომ გაჩერდით და მადლობა რომ ისმით. პირველ რიგში მინდა გითხრათ. დედაკაცო, ახა ძე შენი და მოწაფესა მას თქვა, ახა დედა შენი. ვისეუნება დედაკაცო, ახა ძე შენი. ღვთისმშობელს. ჯვარზე მყოფი მაცხოვარი ღვთისმშობელს მიმართავს, ახა ძე შენი. ვიზეუნება? იოანე ნათლისმცემელი მახარებელს ეუნება. ახა ძე შენი. აქ არის რამდენიმე ასპექტი არის დასანახი. პირველი ის რომ არა მარტო იმათზე ზრუნავს, ვინც მისი თანამედროვე იყო, არამედ მომავალი თაობებისთვის. ახა ძე შენი ღვთისმშობელს ეუნება და ავედ უკვე ღვთისმშობლის ფაროლობის ქვეშ ამყოფებს ძეს. იოანე მახარებელს. იოანე მახარებელში ნებისმიერი ქრისტეს მიმდევარი გულისხმება. ვინც ღვთისმშობელს დედად აღიარებს. აჰა, დედა, ახა ძე შენი, ღვთისმშობელს ეუნება, ახა ძე შენი. ვინც იესოს მესიად აღიარებს და ღვთისმშობლად აღიარებს. აჰა ძე შენი, ღვთისმშობელს სწორედ მათზე ეუნება. ნებისმიერი ჩვენთაგანი, თუ კი ჩვენ ქრისტეს მესიად ვაღიარებთ და მის გამჩენს, ხორცშელ გამჩენს კი ღვთისმშობლად. ღვთისმშობლის შვილები ხდებით ეგრევე. რამხელა ბედნიერება არის რა. ამის გაცნობიერება, რომ ღვთისმშობლის შვილები ვართ და ერთადერთი თვითონა ჩვენი გადასაწყვეტია ეს. ვაღიაროთ თავი ქრისტიანებად და უკვე ღვთისმშობლის შვილები ვართ. აქ არის კიდე მეორე აუცილებელი დეტალი. დასანახი. ვისეუნება მისთვის ვინ არის ის? დედა. ჯვარზედაც კი კვდებოდა და ვიზე ზრუნავდა? დედაზე ზრუნავდა. და ჩვენ რომ მე ვინმე ბრალს კი არ ვდებ მეთქვა დაიფაროს. ასე უნდა ვიცოდეთ ყოველმა ჩვენგან. არაფერი არ გამართლებს შვილს თუ კი არ ზრუნავ მშობელზე. ჯვარზე კვდებოდა ქრისტე, ჯვარზე კვდებოდა და დედაზე მაინც ზრუნავდა. ანუ დედას ხო იცოდა რომ ის დედას ერთადერთი ძე უკვდებოდა და აჰა ძე შენი უტოვებს, ანუ ძედს უტოვებს, მასე ზრუნავს. ეს უნდა გააკეთოს ყველა ადამიანმა. შობელი როგორი არის, როგორც კი შვილი დაიწყებს შობელზე ლაპარაკს ასეთი უარყოფით კონტექსტში. ენა უნდა მოაძრო იმ შვილს. ენა გამოსაძრობი. შობელი რაც არ უნდა ცუდი იყოს, ვთქვათ, თავისი ცხოვრებით, შენთვის არ არის ის ცუდი. ენა გამოსაძრობი დედაზე და მამაზე რო ლაპარაკობ რამის უარყოფითად. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს შენი გამჩენი დედა და შენი გამჩენი მამა ვიღაცისთვის რაღაცა შეეშალა, დაუშვათ არასწორად მოიქცა. არა აქვს ამას მნიშვნელობა. შენთვის ის არის დედა და შენთვის ის არის მამა. ეს უნდა იცოდეს და ეს ამას ავალდებულებს ყველას ქრისტიანობა. ქრისტიანობა, ანუ ქრისტეს მიმდევრობა, ქრისტიანობა. ჯვარზე კვდებოდა იესო ქრისტე, ჯვარზე კვდებოდა და დედაზე ფიქრობდა. ზრუნავდა დედაზე. აჰა ძე შენი და მე მოციქულსაც ეუნება, აჰა დედა შენი. ანუ ღვთისმშობელის მოციქულის სახელით ყველა ჩვენგანს გითხრა, აჰა დედა შენი. და თუ ჩვენი ზეციური დედა ღვთისმშობელია, რომელმაც მაცხოვარი გააჩინა. რა სანერვულო რა გვაქვს კაცო. როგორ შეიძლება ჩვენ ჩავარდეთ სასოწარკვეთილებაში ამ დროს. სასოწარკვეთილება სწორედ ამიტომ არის ურწმუნოების საფუძველი. უიმედოთ რომ ხარ ადამიანია ამ სოფელში. ეს არის ურწმუნოების საფუძველი, იმიტომ რომ ახეთ კაცო ამ სიტყვას დააკვირდით. აჰა დედა შენი. ღვთისმშობელზე არის ნათქვამი ეს, რომ თუ კი შენ იქნები ქრისტეს მიმდევარი, ღვთისმშობელია შენი დედა, ზეციური დედი ყავს. რა განერვიულებს? დამშვიდდი. დალოცვილი გამყობოთ მაღალმა ღმერთმა. ერთს დავამატებ კიდე
შემდეგ სიტყვასა მეოთხე სიტყვა ღმერთო ჩემო რა ისათვის დამიტევე მე აი ამას ამბობს ელი ლამა საბახთანი ამას ამბობს იქვე თავის ენაზე და მე აქ მიდია და ელიას უხმობს ელი ლამა საბახთანი ელიას უხმობს ელიასო და ნახოთ ერთი თუბო ელიო დაცინოდნენ აი ადამიანი კვდება ჯვარზე ტკივილებისგან იტანჯება ბიჭო არ ვიცი რა რანაირად მოგიბრუნდეს როდ მის რაღაც ფრაზაზე დაცინო როგორ არის ადამიანის დაცემა სამდე შეიძლება მივიდეს ესა ხო ფაქტია აი დაცინეს ეგრევე ელი ლამა საბახთანი და ნახოთ აბა ელი ანუ ღმერთო ჩემო თქვა მაგრამ ელი ხო ელიას სიტყვა გავს აბა ერთი ნახოთ ელია თუ მოვა მაგის გადასარჩენად თუ ნახოთ თუ მოვა ჯერტი ქრისტეს ხო დაცინეს და დაცინეს ელია წინასწარმეტყველსაც შეურწყობი აღეთ ელია რომ მოსულიყო დაუშვათ კლავდნენ და სხვა ვიღაც პიროვნება იყო სხვა საქმე იყო და ელია წინასწარმეტყველი გამოცხადებოდათ რა დაემართებოდათ სასაცილოდ ეკდებოდათ თვითონ საქმე რაღაც არ ამგონია რა სიკრიჭებს ანუ არც ელიასი არ წამს სინამდვილეში ამ სიტყვის თქმას არც წინასწარმეტყველებს საკუთარი წინასწარმეტყველებისიც არ წამდათ ამ შემთხვევაში ხო ფაქტია და ქრისტე ჯვარზე და რას ნიშნავს აი ღმერთო ჩემო რისთვის დამიტევე მე ანუ აქ რო ლაპარაკობ ჩვენ რო ღმერთი მოკდა ჯვარზე აბა ვისეუნება კაცო დამიტევე მე რაღაცები საყვედურობს სინამდვილეში ჩემო ძვირფასებო ეს ფრაზა არის სხვადასხვა სექტანტების მამხილებელი რომლებიც უარყოფენ იესო ქრისტეს კაცობრივ ბუნებას ქრისტე ჯვარზე ღვთაებრივ ბუნებით კი არ მომკვდარა კაცობრივ ბუნებით მომკვდარა ღმერთის სიკვდილი როგორ შეიძლება საკუთარი კაცობრივი ბუნებით განახორციელა მან ყველაფერი ჯოჯოხეთში კაცობრივი ბუნებით ჩავიდა კაცობრივი ბუნება იშვა ამაღლა კაცობრივი ბუნებით ჯვარზე მომკვდა კაცობრივი ბუნებით ღმერთ კაცი მართლმადიდებლობა მიტოვა ჭეშმარიტი რელიგია ღმერთ კაცი ანუ სრული ღმერთი მსგავსი მამის და სრული კაცი მსგავსი დედის და ზეცაში სამება ხო არის მამისგან შობილი დედის გარეშე და მიწაზე დედისგან შობილი მამის გარეშე ხო საინტერესო ფრაზა არის მე ძალიან მომწონს ფრაზა ეს ასე თქვა კაცობრივი ბუნებით კვდება ჯვარზე და ამიტომ ამბობს რატო დამიტევ და ტკივილები ტანჯოს მას აი თუნდაც გეცამანის ბაღში რომ ლოცულობს გეცამანის ბაღში ხო ფრაზას ამბობს ამაცილე მამაო ეს სასმისიო და მე ამას გაგზელება აქვს იქ ისე კი არა მე რომ მინდაო შენ რო გინდა ისე ანუ შენინება თავარიო აქ კაცობრივი ბუნება ქრისტეს კაცობრივი ბუნება ექვემდებარება ღვთაებრივ ბუნებას და მამის ნება და ძეს ნება ერთი და იგივე ნება არის ეს როგორც კაცი უჭირს ამის გაკეთება უჭირს იმიტომ რომ ხო იცის რა ტკივილები რა განსასწელია ძნელია ადამიანი არ არის ტკივილისთვის გაჩენილი ყველა გაურბის ტკივილს წყალი რომ მოგესმება მანქანით რო ხარ თვალს ხუჭავ ეგრევე ავტომატურად მინაზე რო წყალი მოგესმება გამოგისიათ ალბათ რატო გაურბი ხარ ამას ყველაფერს მე კომფორტში რო ხარ აღარ გინდა კომფორტი დაკარგო დილით გაღვიძება მით უგვეზარება ხოლმე დიდ პატარას ბავშვს დის ყველას კომფორტში რო ხარ თვილად ხარ აღარ გინდა შეელიო ადამიანი არ არის გაჩენილი ტანჯვისთვის აიმიტომ გაჩენილი არ არის სიკვდილისთვის ტკივილისთვის არ არის ადამიანი გაჩენილი მიტოა უცხოე ჩვენთვის ტკივილი ტანჯვა მოვიდა ცოდვის შედეგად და ქრისტე ჩვენთან იმიტომ მოვიდა რომ დაგვაბრუნოს იქ სადაც აღარ ტკივილია აღარ ტანჯვა აღარც რავე სხვა მიდრეკილება ცოდვისკენ ასე შემდგომ იქ რო დაგვაბრუნოს იმიტომ მოვიდა ჩვენი ნება არის დაუბრუნდებით თუ არა და უნდა გავაცნობიეროთ რომ საკუთარი ტკივილებით გადახორციელა მან ეს ამიტომ მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის და მადლობა თქვენ რომ ისმენთ